დღეს ვანის სტადიონზე დასავლეთ საქართველოს ბ-ლიგის პირველ შეხვედრაში ოზურგეთელმა მურაგბეებმა ქუთაისის მესამეს უმასპინძლეს. მატჩი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. დასავლეთ საქართველოს ბ-ლიგის ჩემპიონატის მეორე ტურის პირველი თამაში რაგბში ვანის სტადიონზე ოზურგეთელ არწივებსა და ქუთაისის მესამეს შორის შედგა პლეი-ოფის პირველი ტურის შემდეგ ქულების მიხედვით ფოთი ქუთაისის პირველი, ქუთაისის მესამე და ოზურგეთი ლიდერობენ. ლიდერი წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად პლეი-ოფის მეორე ტურის პირველი თამაში საკუთარ მოედანზე არწივებმა 6-44 წააგეს და გამარჯვება სტუმრებს დაუთმეს. ვაფასებთ მოწინააღმდეგეს, ძალიან გავიწიეთ წინააღმდეგობა, გაგვიჭირდა, მაგრამ ასე თუ ისე დავდევით ბევრი ლელოები, პრემიალურ ქულაც ავიღეთ და გამარჯვებული მივდივართ სახში. წინააღმდეგმა ძალიან ლამაზად ითამაშა, მაგრამ იმის თქმა შეიძლება, რომ ალბათ რაღაც ასპექტში ვაჯობეთ მოწინააღმდეგეს და იმის ხარჯზე გავიმარჯვეთ. და ვატყობ, რომ ყოველი სეზონი და სეზონამდე ოზურგეთის მოთამაშეები რაგბის თამაშს უმატებენ. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა მოგვიგო, მაგრამ ყველაფერთან ერთად ქუთაისი მაინც ქუთაისია და ტრადიციულად ძლიერი გუნდია, მით უმეტეს ბიჭები უფრო მეც ისწავლიან და ძალიან დიდი შანსები გვაქვს, რომ შემდეგ ეტაპზე სხვა გუნდებთან უფრო მეტად და უკეთესად ვითამაშოთ. დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტური გრძელდება. გასვლითი თამაში ოზურგეთელ არწივებს ქუთაისის პირველთან ეკნებათ.